გულენდამ. რა ხდება? ისევ ჩაფიქრებულ ხარ. მოხდა რამე? თუ რამეა მითხარი. ხომ იცი შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ. რატომ? რა რატომ? ჩემ გამო ყველაფერს რატომ გააკეთებ? ვინ ხარ? ქმარი მყავს. უფროსი ძმა მყავს. პრობლემა რომ მქონდეს, ჯერ მათთან მივალ. მართალი ხარ. მაგრამ ისიც კი არ იცი ის ტიპი ვინ არის. ერთ ღამეში დაგაქორწინეთ. ამიტომ გეუბნები. შენს დაცვას ვცდილობ, გოგო. ვეფა. მერთი მიყვარს. მართალია ჩვენი ქორწინება ისე არ დაიწყო, როგორც ვოცნებობდი, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. სხვა ცოლ-ქმრისგან არაფრით განსხვავდებით. გესმის ჩემი? დროა შენს მომავალზე იზრუნო. დილამშვიდობისა საყვარელო. დილამშვიდობისა. მოდი, მოდი. გემრიელად მიირთვით. ახლა გულჯემალიც მოვა. მოდი, კვერცხები შევაჯიბროთ. მინდი, დედა შენ შეეჯიბრე. დილამშვიდობისა, დილამშვიდობისა. ჩაი არ მინდა. მშრალად ვერ შეჭამშულო. ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენია. დალევ? ცოტას დავლევ. ცოტა დამისხით. დილამშვიდობისა საყვარელო. ძმო, მოდი შენც და ჯეკი ერთად ვისაუზმოთ. მე უკვე ვისაუზმე, თქვენ მიირთვით. შეგერგოთ. ვეფა, მე ის ტენდერის საქმეზე ხომ მუშაობ? ხომ იცი ეგ ტენდერი ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია? ყველაფერი რიგზია, არავითარი პრობლემა არ იქნება. ასეთი მნიშვნელოვანი რა ტენდერია? მე სოციალური დახმარების თავშესაფარის პროექტია. სამშენებლო სამუშაოებისთვის დახურული ტენდერი გამოცხადდა. დიდი ხანია ამ ტენდერისთვის ვემზადებით. ნუ ველავ ძმაო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღონ მათ, ვისაც შეეძლო, რომ მონაწილეობა მიეღო. ჩვენი მტრების ჩათვლით. შენ მაინც ფრთხილად იყავი. ჩათვალე, რომ ეგ საქმე მოგვარებულია, ხვალ განცხადებების ჩაბარების ბოლო დღეა. ერთ დღეში ამ ტენდერისთვის ვერავინ მოემზადება, ჩათვალე, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. გულენდამ, ისაუზმეთ და ექიმთან წავიდეთ. ჩაწერილი ხარ. რა დროს ექიმია ძმაო? მოტოციკლეტი დაგეჯახა, რა არ გადაიტანე, ისედაც ბევრი საქმე მაქვს, შენზე მაინც აღარ ვიდარდებ. ძმაო, ყველასთან დასწრებით თუ მალაპარაკებ. კარგად ვარ. არ მისმის ექიმთან რატომ მივდივართ? 1 საათი გაქვთ. გულჯემალ. მე ვიცი, ჩემზე გაბრაზებული ხარ. შეიძლება დღეს მამა ჩემის სანახავად წავიდე. ვეფა, დევაჰანიმს ტაქსი გამოუძახეთ. სადაც გინდა იქ წადი. შემოდით. მოდი ემრულა. მეძახდით? ქოზახანში საქველმოქმედო აქცია მოვაწყოთ. ბურსას მაცხოვრებლებმა კიდევ ერთხელ გაგვიხსენონ. ჩვენი გავლენა კიდევ ერთხელ შეაფასონ. ისეთი რომ დავგეგმოთ, რაც ჩვენს რეპუტაციას შეეფერება. როგორც მიბრძანებთ, დღესვე შეუდგები, მაგრამ რა ემრულა? გულჯემალის ბრძანებით დღეს ქოზახანში ხორციანი ფლავი დაურიგებიათ. საღამოს მეჩეთში მამამისის სულის მოსახსენიებელ ლოცვას წაიკითხავენ. არ ვიცი მისი ღონისძიების შემდეგ ჩვენს ღონისძიებას როგორ შეხვდებიან. ჯანდაბა, რაც უნდა მოვიმოქმედო, რაც უნდა დავგეგმო. ერთი ნაბიჯი წინ არის. შანს არ უშვებს ხელიდან, ქალბატონო. შენ ემრულა, ამ დროს რას აკეთებ? ის სულელი მერთი რას აკეთებს? რომელსაც ვუთხარი მაგ სახლში ჩიტი რომ შემოფრინდეს, მეც უნდა ვიცოდე მეთქი. მართალი ბრძანდებით, ქალბატონო. არ მინდა რომ მართალი ვიყო. მინდა რომ ძლიერი ვიყო.
ჩემი მარჯვენა ხელით უყურებს და იხშობს. შელახულ რეპუტაციას როგორ დავიბრუნებ? როგორ? წადი აქედან. ფეხზე დგომი წელი ამტკივდა. თავს კარგად ვგრძნობ. აქ რატომ მოვედით? ჩემი დიშვილი უნდა ვნახო. კარგი რა ძმაო. ჯერ ლობიოს ხელა. მე რა. ამის გამო მოვედით? თუ ასეა წავიდეთ. ამდენ ხანს ველოდეთ და ნუ წავალთ. ამდენ ხანს რით ვერ გამოვიდა. როგორ ჩანს კიდევ დიდხანს მოუწევს დარჩენა. მეტის მოთვენა აღარ შემიძლია. წამოდი წავიდეთ. გულენდამ შენი ადგილი დაიკავე. ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. და ჯექი საყვარელო. კარგად ხარ? არაფერი დაგიშავეს? კარგად ვარ. აქ კვალი დამრჩა. გული მისკდება. მამა არ დაინახოს. მტკივა დევა. საშინელი ჭრილობა. არ მტკივა. ნუ გეშინია. გამიარა არ მტკივა. შემეშინდა არ დაინახოს მეთქი. რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ შვიდად იყავი. რა? მოხდა რამე? ვიცი ასე ვინც მოგექცა. ვინ? მითხარი იფექ ვინ? დედა ზაფერი. დედა ზაფერის ბრძანებით გაგიტაცეს დევა. რა სისულელია? გეფიცები, მეც არ მაღანმა მითხრა. კინაღამ მომკვდი. კინაღამ მომკლეს და მარხეს. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია ასეთი ბოროტი იყოს. მან გაგვსარდა. ასე როგორ მოგვექცეოდა? არა, ასე არ მოიქცეოდა, ვიცი ასეა. მეც ძალიან გამიკვირდა, მაგრამ არ მაღანმა მითხრა. მეც არ ვიცი რა ვიფიქრო. ტყუილი რომ ყოფილიყო, ხომ არ მეტყოდა. დარწმუნებულია და ამიტომ მითხრა. არმაღანი სად არის? ახლა სად არის? გულჯემალის სახლში რჩება. რა? გულჯემალის სახლში რატომ რჩება? არმაღანი იქ რატომ რჩება? იმიტომ რომ ზაფერხანი მიცდილობდა თავისი შვილი ლონდონში ძალით გაეგზავნა. რა ეკნა? სხვაგან რომ წასულიყო ის ხალი იპოვიდა. ის იცადგა და თავი გულჯემალის სახლში აფარა. არმაღანი იქ რომ იყოს დავინახავდი. არ არის. იქ არის იქ. გულჯემალი მას მონადირეთა კოშკში მალავს. თუ გინდა, ჯერ მასთან ელაპარაკე. ყველაფერს გიამბობს. არა, არმაღანს არა. ზაფერხანიმს დაველაპარაკები. ზაფერხანიმმა პირადად მითხრას, ჩემი მოკლა რატომ უნდოდა? ამის გამო პასუხი უნდა გამცეს. რა სისულელეს ამბობდება? ძმაო, გულენდარ ხანიმ წამობრძანდით. მოემზადა, შენი ჯერია. მადაკი.
არაფერი ჩანს თუ ჩვენ ვერ ვხედავთ. რა ხდება ექიმო? რამე პრობლემაა? ძმაო, რაღაც უნდა გითხრა. არავითარი პრობლემა არ არის. ნაყოფი ჯანს. ჩვენ ვერ დავინახეთ და ამიტომ. მუცლის შებერილობის ბრალია. შემდეგი ვიზიტის დროს უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. იმედია. ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა. მადლობა ღმერთს. არ გინდა დევა. ამას ნუ იზამ. გისმენ. უფროსო, დევა ზაფერჰანიმის სახლში მივიდა. გაიგე ძმაო? გავიგე. ვერ მოითმინა, წავიდა და ტენდერის შესახებ უამბობს. მომხდარის შემდეგ ისევ მას ეხმარება. რა ხდება? ვიღაცამ კარი ჩამოიღო. ზაფერჰანიმ. მარტო დაგდოვეთ. ზაფერჰანიმი? დედა ზაფერი სად არის? არ იმსახურებ. იმედია შენს უზრდელურ საქციელს თავისი ახსნა აქვს. ასე როგორ მომეკეცი? როგორ მომეკეცი? ასე დაბრმავდი? გულჯემალისადმი ზიზღვა ასე უსინდისო ადამიანად გაქცია? რას ამბობ? შენი ბრძანებით არ გამიდაცეს? იმ კაცება შენი დავალებით გამიდაცეს? ჩემი მოკვლას ცადე, კი ნახა მოუკვდი. გულჯემალს რომ არ მოესრო, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. გითხრეს, რომ ეს მე ჩავიდინე და შენს დაიჯერე, არა? რა სწრაფად დაივიწყე, მამა შენს როგორ მოეცნენ. ახლა მათი გჯერა თუ ჩემი, რომელსაც ერთ დროს დედას უწოდებდი. შენ საკუთარ შვილს არ ჯერა, შენი და მე დაგიჯერო? არ მაღანი რა შუაშია, სად ნახე? საინტერესოა რას გვიმალავ. არ მაღანი ლონდონში ასე სწრაფად ამიტომ გაუშვი? ადამიანი, რომელსაც შენ მხეცს უწოდებ, სინამდვილეში მხეცი არ არის. მხეცი თავად ხარ. გადი აქედან. არ წავალ, არსად არ წავალ. პასუხი უნდა გამცე. რა დაგიშავე, რომ ჩემი მოკვლას ცადე? ემრულა. რა სმერჩი ჩემგან რა გინდა? რა პრობლემა გაქვს ჩემთან? ახლავე მითხარი. წადი აქედან. გარეთ გადი. არსად არ წავალ. გონსმოდი. იცოდე შენ სიტყვებს სინანებ. მაგრამ არ გაპატიებ. პატიებას არც ვითხოვ. არც მე გაპატიებ. აქედან წადი ემრულა. იარაღი მომიტანე. რათა გულჯემალი მომეკლა. მკვლელად მაქცევდი. ვითომ მეხმარებოდი. იქ განძრახ დამტოვე. შენი ვერ გაიტანე და სასიკვდილოდ გამიმეტე. ხელი გამიშვი. არ შემეხო. მომისმინე. შენი ადგილი იცოდე, თორემ რა? ისევ გამიდაცებენ, თუ ჩემს მოკვლას შეეცდებიან. დამთავრდა ის დრო დასრულდა ზაფერჰანიმ. ჩემს უკან თასავით გულჯემალი დგას. აბა სადე? ნახო ჩემთან მოახლოებას როგორ შეძლებ. გამეცალე. ჩემ ზურგს უკან გულჯემალი დგას, ვერ მომიახლოვდები. ყავა მომიდუღე, ყავა. რა ყავა? დევას და გულჯემალის ნიშნობის ყავა. სიყვარულის ცეცხლით იწვიან.
მანქანაში ტელეფონი დამრჩა. შენ წადი, მეც ახლავე მოვალ საყვარელო. კარგი. ეს ეკითხე შენ მოაგვარე არა? ექიმს შენ ესაუბრე. როგორ მიხვდი? ვეფარა მე მითხარი. შემდეგი ვიზიტის დროს ექიმი გეტყვით ბავშვის გულისცემა არ მესმის რაღაც პრობლემაო. დანარჩენს შენ მოაგვარებ. ვეფა, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადებ. ჩემი სიტყვების შემდეგ. მაპატიებ? საჭირო არ არის. როგორც მითხარი ამიერიდან ყველა თავის მომავალზე იზრუნოს. შენი ნებართვით დაგტოვებ. ნეტავდება მარტო არ გაგეშვა. დედაჩემს შეხვდება და გონია აღიარებს, ყველაფერს უარყოფს. ვერ შევაჩერე არ მაღან. ლამის გაგიჟდა, სიმართლე რომ გაიგო. როგორ მომიქცეთ? გაქვს რამე გეგმა? მაქვს, მაგრამ ამისათვის იმ სახლში უნდა შეხვიდე. მე რა შუაში ვარ? შენ არ მეუბნებოდი დედაჩემისგან თავის შორს დაიჭირეო. ვიცი იფექ, მაგრამ რა ვქნა, გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. იმ სახლში დაბრუნდი. დედაჩემს უთხარი არ მჯერა რომ დევა შენი ბრძანებით გაიტაცესო. უთხარი ჩემი და გულჯემალმა დაარწმუნაო. მისი ნდობა მოიპოვე. შემდეგ კი დედაჩემის საძინებელში უნდა შეხვიდე. იფექ, კარგად ხარ? რა სამბობ არ მაღან? იმ ქალის ოთახში როგორ შევიდე? დედა საფერი რას გააკეთებს? მე რომ იქ დამინახოს. ვიცი, ყველაფერი ვიცი, მაგრამ რა ვქნა? შენ გარდა სხვა ვერავინ დამეხმარება, იფექ. გთხოვ. დედაჩემი იქ მამაჩემთან დაკავშირებით რაღაცას მალავს. სეიფი აქვს დამალული და სეიფი უნდა იპოვო. სიმართლე უნდა გავიგო, იფექ. არ მაღან სინდისის ქენჯნა არ მომასვენებს. დედაჩემი შენ არაფერს გერჩის, არაფერს დაგიშავებს. ვიცი, საშიშია, მაგრამ ჩემ გამო ამას გააკეთებ? მითხარი. კარგი, გავაკეთებ. გმადლობ. ვინ არის? დევა? არ მაღან. შენ გამომღელავდი. ყველაფერი ვიცი. იფექს ვესაუბრე. ვიცი რომ ასე დედა შენი მომექცა. არც მე მჯერა რომ ეს დედაჩემა ჩაიდინა, მაგრამ ეს რეალობაა. სამწუხაროდ. მასთან მივედი და პასუხი მოვთხოვე. კითხე ასე როგორ მომექეცი მეთქი. უარყო არა? მითხრა გულჯემალმა მოგატყუაო. დევა. ყურადღებით მომისმინე. დედაჩემის საშიში პიროვნებაა. ისეთ მდგომარეობაშია რომ ყველაფერს იკადრებს. ჩემთვის და შენთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი აქ არის გულჯემალის გვერდით. ჩვენ მხოლოდ ის თუ დაგვიცავს. გესმის? ვიცი. ვიცი, მაგრამ ეს რომ გამეგო. სიკვდილის პირამდე უნდა მივსულიყავი. გულჯემალმა იცის რომ ეს დედა საფერმა ჩაიდინა. რა თქმა უნდა იცის. სანამ შენ დაურეკავდი, მე აქ მოვედი და დახმარება ვთხოვე. ჩემთვის არაფერი უთქვამს. მე არ მენდობა. ზედაც არ მიყურებს. გულჯემალ სულაც არ ვადარდებ. თქვენ შორის რამე ხდება? რა ხდება? არ მეტყვი? რა სისულელეს ამბობ არ მაღან. ჩვენ შორის რა უნდა ხდებოდეს? ნაწყენი ჩან ხარ? ნაწყენი არ ვარ. როგორ არა, განიცდი. ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
ახლა მეტად მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. რა მოხდა? გავერკვიე გულჯემალსა და დედაჩემს შორის რაც ხდება. რატომ არ მითხარი არმაღანი რომ აქ იყო? ვინმე მის ადგილს ამყოფელს გაიგებს და ვიტყვი რომ შენგან გაიგო. არმაღანი ჩემი მეგობარია. ასე რატომ უნდა მოვიქცე? არ გენდობი. თუ არ მენდობი აქ რატომ მომიყვანე? თავად მოხვედი, მე არ მომიყვანი ხარ. არმაღან მოგვიანებით მოვალ. შენს ნდობას ისევ მოვიპოვებ. უკან ვერ დააბრუნებ ფრანს, რომლის თოკიც გაწყდა. როგორ მოვიქცეთ? სათევზაოდ ხომ არ წავიდეთ? სიამოვნებით, მაგრამ უნდა გავიდე. მამა ჩემის სასაფლაოზე მივდივარ. მისი სულის მოსახსენიებელი ლოცვა უნდა წავიკითხო. მოვედი რათა მეკითხა, რამე ხომ არ გჭირდება, თან ეს მოგიტანე. დროს გაიყვან. ღამე სახლში არ ვიქნები. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ფოტოსურათთან დაკავშირებით გაარკვიე რამე? ჯერ არა. ძლივს მერთმა დავალებას თავი გაართვა. ძლივს ხელსაყრელი მომენტი ხელში ჩაგვევარდა. გულჯემალი მერეის გამოცხადებულ ტენდერს უნდა დაესწროს. ტენდერში მონაწილეობა ჩვენც უნდა მივიღოთ. არ უნდა დავუშვათ რომ მან გაიმარჯვოს. გასაგებია? დახურული ტენდერია. ხვალ განაცხადის შეტანის ბოლო დღეა. ტენდერში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მივიღოთ. ძალიან რთული იქნება, თუმცა შეძლების დაგვარად ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. შეძლების დაგვარად არა ემრულა. ტენდერში მონაწილეობა უნდა მივიღოთ. გულჯემალმა ამ ტენდერში არ უნდა გაიმარჯვოს. იმ მაგიდასთან მეც უნდა დავჭდე. გასაგებია? როგორც მიბრძანებთ, ხალბატონო. Karadeniz'de gemileri batmış. ვიღაც მოწყენილი რატომ არის? Atlatamıyorsun. მომხდარის დავიწყება გიჭირს არა? Korkunç. საშინელება იყო. Ama მაგრამ Gülcemal'i aradı. გულჯემალთან დარეგვის შემდეგ თითქოს წინასწარ ვიცოდი რომ არაფერი მომივიდოდა. Olmayacağını biliyor gibiydim. Abime güveniyorsun. ჩემ ძმას ენდობი, Ama bana güven. მაგრამ ის არ მენდობა. Madem abime bu kadar... ჩემს ძმას ასე თუ ენდობი, რატომ გაიქეცი? Bu evden gitme sebebi ამ სახლიდან რა მიზეზით წახვედი? böylesinin daha doğru oldu. მიფიქრე რომ ასე უფრო მართებული იქნებოდა. Ama canım. მაგრამ კინაღამ მოვკვდი, რა არ გადავიტანე. Başıma gelmeyen şey kalmadı. მომისმინე. Benim abim bir insana ჩემი ძმა ადამიანს რთულად ენდობა. Bence sen ona, ჩემი აზრით მის ნდობას ისევ მოიპოვებ. ona biraz zaman ცოტა დრო მიეცი. კარგი? ვერ მოვიპოვებ. bana ipi kopuk bir მითხრა უკან ვერ დააბრუნებ ფრანს, რომლის თოკიც გაწყდაო. Ben seni რამე ისეთი ვთქვი რომ გაწყენინე? biz korkunç derecede საშინელი ბავშვობა გქონდა დევა. სასიამოვნო მოგონებები ძალიან ცოტა გვაქვს. bir gün ერთ დღეს მე და ჩემი ძმა სკოლიდან დავბრუნდით. baktık babam მამა ჩემი მისაღებ ოთახში იჯდა. მაგიდაზე ფერად-ფერადი ქაღალდები ეყარა. ვკითხეთ, მამა რას აკეთებო? ხოლ პიკნიკზე ხომ მიდიხართ? თქვენთვის ფრანს ვაკეთებო. ya მართლა? bize მამას ჩვენს მივეხმართ და ფრანი ერთად გავაკეთეთ. ულამაზესი გამოვიდა. ღამით საწოლთან დავიდეთ და ისე დავიძინეთ. დილით ავდექით და პიკნიკზე წავედით. ფრანით კარგად გავერთეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე თოკი გაწყდა და ფრანი გაფრინდა. baktık. ყველგან ვეძებდით, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. სახლში ხელცარიელები დავბრუნდით. დაბრუნებისას ჩვენი სახლის წინ უამრავი ხალხი დაგვხვდა. თურმე მამა ჩვენი მომკვდარა. Baktık evimizin önü kapalı. ცის კამარაზე დაკარგული ფრანის მსგავსად ჩვენი ცხოვრებიდან გაფრინდა.
Babam ölmüş. ის ფრანი Gökyüzünde kaybolup giden o uçurt მამასთან გამომშვიდობება იყო. öylece süzülüp bitmiş hayatımız. ჩვენი უკანასკნელი საჩუქარი. Yani o uçurtma babamızın იმ bize დღის verdiği. შემდეგ, როდესაც ფრანს ვხედავდით, მამას ვიხსენებდით. Biz o günden sonra ფრანი, რომლის თოკიც ne zaman წყდება, uçurtma görsek ისეთ ადგილას მიდის, საიდანაც არასდროს ბრუნდება. ipi kopan uçurtmalar bir ისევე, dönmeyen yere როგორც gidiyor. Babamız როგორც ჩვენი მამა. მითხარი რომ მოკვდა? Kabul et. არა, დაუჯერებელია. Hayır, დაუჯერებელია. kabul etmiyorum. ამას ვერ დავუშვებ. Ben kötü bir şey მე არაფერი დამიშავებია. görmesi lazım. უნდა დაინახოს. Görmesi lazım. უნდა დაინახოს. Bana yardım et. დამეხმარები? Çok uzun zaman. დიდი დრო გავიდა ხმა სიაფეხლივან. Beni duyduğuna emin. დარწმუნებული ვარ, ჩემი გესმის. Ya da bir gün duyacağım. ან ერთ დღეს გაიგონებ. Geldiğime haber ver. შეგატყობინეს რომ ჩამოვედი. Bak buradaymıştı. აქ ვარ, დავბრუნდი. Geri döndüm. ადექი, Kalk hadi. მეც გამაწანი სილა, Babam attığın როგორც მამა ჩემს გააწანი. Buraya sadece annem. გგონია რომ აქ მხოლოდ დედა ჩემის გამო ჩამოვედი, არა? Ölerek benden გგონია რომ მოკვდი და ამით გადამირჩი? sanma. ასე არ გეგონოს. Çünkü en az annem. შენც ჩემი ისეთი მტერი ხარ, როგორც დედა ჩემი. Bu kötülüğü birlikte. ბოროტად ორივე თქვენგანი მოგვექეცით. Ama bak ne diyeceğim sana. რაღაც უნდა გითხრა. Bu şehirdeki ამ itibar. ქალაქში რეპუტაცია უკვე მოვიპოვე. Paranı da aldım. ფულიც მაქვს. Oğlun. შენი ვაჟი, O yüzünü bir kere. შენი ვაჟი, რომლის სახეც ერთხელაც არ გინახავს, O da benim evime. ახლა ჩემს სახლშია. Gelip bana sır. ჩემთან მოვიდა. Bak. შეხედე. İyi bak. კარგად შეხედე. Onun Zafer Hanım. ამ სურათ ზაფერ ჰანიმი წლები თავის სახლში მალავდა. ნეტავ რატომ? Niye biliyor musun? იცი რატომ? Çünkü vicdan azabı. იმიტომ რომ სინდისის ქენჯნით კვდება. Çünkü inkar. რომ თუ არყოს იცის რა ბოროტება აქვს ჩადენილი. Bu mezarındaki çiçeklerin aynı. შენ საფლავზე რა ყვავილებიც არის დარგული, მამა ჩემის საფლავზეც სწორედ ის ყვავილებია დარგული.
Tahmin et bakalım. საბრალო მამა ჩემის, რომელიც შენ გამომოკვდა. Mezarına o çiçekleri kim dikti? აბა გამოიცანი მამა ჩემის საფლავზე ის ყვავილები ვინ დარგო? ჰო, ასეა. İşte böyle. Sen öldüğünden შენ მოკვდი. Zafer Pehlivan. ზაფერ ფეჰლივანს კი სინდისის ჭრილობა სამუდამოდ დარჩა. Allah'ın işini gördüm. უფლის ნება ასეთი ყოფილა. Annemi alacağım. დედა ჩემს წაგართმევ. Bir gün hiç yapmadığı ერთ დღეს ქედს მოიხრის. boyun bükecek. ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რომ დედობა არ გაგვიწია. Diyecek. იტყვის რა კარგია, რომ ამ ქვეყანას მე მოგავლინეთო. პატიებას ვთხოვს. Biliyor musun? იცი მას მეც ვაპატიებ, Çünkü o benim. რადგან ის დედა ჩემია. Ben ona köpeğim. მასზე ჭიპლარით ვიყავი მიბმული, Ama seni hiç. მაგრამ შენ არასოდეს გაპატიებ. Mahşerde yüz yüze ანგარიშტორების დღეს თანასწორები ვიქნებით. O zaman მაშინ უფალს მე კი არა, küçük პატარა გულჯემალი დაელაპარაკება. kısa უფალთან ის დაგასმენს, Seni- რადგან მან დაინახა გულში ცეცხლის ნაპერწკალი როგორ გააჩინე. Çünkü o მოწმე ის არის, düşürdüğün ateşi. O şahit. სწორედ ის. Evet ben seni მართალია სიცოცხლეს გამოგასალმე. ამისთვის უფალს ყოველდღე პატიებას ვთხოვ, Ama sen bizi მაგრამ შენ ჩვენ ცოცხლები დაგხოცე. Sen de af diliyor musun? პატიებას შენ ცითხოვ? Cenab-ı Hak söyleyecek. ჯალაც უკანასკნელ სათქმელს ვეტყვი. Cezam. მზად ვარ სასჯელი მოვიხადო. Cehennem seni მზად ვარ ჯოჯოხეთში დავიწვა. helalleşmekse. მაპატიებენ და თანახმა ვიქნები. Boynum kaldan hiç. მზად ვარ ის სასჯელი მოვიხადო, რასაც მომისჯიან. Ama o gün მაგრამ სანამ ის დღე დადგება, მანამდე არ დავბრუნდები. senin olan ყველაფერს წაგართმევ, რაც გაგაჩნია. Gülcem. გულჯემალი სიტყვას გაძლევს. ფათოშ, მანტა მომიტანე. მოვდივარ ქალბატონო. საღამო მშვიდობისა. შენ ანგარიშის გასასწორებლად მოხვედი? არა. მოვედი რომ დავისვენო დღეს მამა ჩემი თავს უკეთ გრძნობს. როგორ გამიკვირდა. თითქოს დევა მე გავატაცებინე. მისი მოკლა ბრძანე. არ გაგიგია? გავიგე თუ სადარწმუნებული ვარ რომ შენ ასეთ რამეს არ იზამდი. დევას ვეღარ ვცნობ. არ მესმის გულჯემალმა მოაჯადოვა თუ რა უკნა. დღეს მოვიდა და ნერვები მომიშალა. მაგრამ თავისი სიტყვების გამო პასუხს ვაგებინებ. წარეთ ვანანებ. დედა ზაფერ, ლოგიკურად ვერ აზროვნებს. თქო აპატიე, მას ენუბრაზობ, კარგი? Sen çok hakikatli bir kızsın. რა სამართლიანი გოგო ხარ. არმაღანი სად არის სახლშია? Londra'ya git. ლონდონში წავიდა. ლონდონში რატომ წავიდა? Öyle icap et. საჭიროება მოითხოვდა. Neyse sonra konuşuruz. მოგვიანებით დაგელაპარაკები. Babana git. მამა შენთან მივდივარ. Çok sevinecek. ძალიან გაუხარდება. Götürmemi istediğim bir şey. ჩემგან გინდა რამე? Zafer anneciğim teşekkür არა, გმადლობ დედა ზაფერ. დაისვენე. Ay Gülcemal. გულჯემალი არ მოვა არა? Vallahi bütün მთელი გეგმები წყალში ჩამეყრება. gelmez daha merak ნუ etme ხელავ, sen rahat ჯერ არ ol. მოვა მოეშვი. Ay, yalnız şimdi დაძაბული ნუ ხარ? ულამაზესი გამოდის.
ლამაზი არა? გოგონებო, შეისვენეთ, ჩაი მოგიტანეთ. მეორე წყვილები მოგიტანეთ. თანაც ისე რომ იატაქსი არ დავყარე. მართლა? მოგვიტანე. Getir bakayım. მოდი. ფრთხილად. აბა, დადე. გმადლობ საყვარელო. İskelet tamam. თითქმის მზად გვაქვს. Ya baksana. მაგეთი მზად გვაქვს. Çıtalar eşit. მაჩვენე, ხერძები ყველა ერთი ზომაა. გაღუნული არ არის. Bir de var bak hiç yamukluk falan. ზუსტად ისეთი ფრანი გამოგვივა. Gibi uçurtma olacak vallahi. ფერები სწორადაა შერჩეული. Doğru canım. ხოლოდ Bir tek kuyruğu beyaz. კუდი იყო თეთრი. რა კუდი? მე ერთ, მოდი საყვარელო. რას აკეთებთ? დევა ჩემი ძმისთვის ფრანს აკეთებს. შენი ძმისთვის? შენ ძმას ფრანის რა გაიგება? ზრდასრული კაცია, ბავშვი ხომ არ არის მეთქი, ეგ ვიგულისხმე. Çocuk gibi ne manası var manasında söyledim ben ona. შენი აზრები შენთვის შეინახე. ძმა გულჯემალის სიყვარულის ფრანია. რა? Nasıl oluyor? სიყვარულის ფრანი როგორია? დედა თვალებს რატომ მიბრიალებ? შენ და დედა გარამ არ თქვით, ძმა გულჯემალის შეყვარებულიაო. ნარინ. იმიტომ აკეთებს, რომ ურჩხული და მზეთ უნახავი შერიგდნენ, ხომ ასეა? Yok nerede şimdi? არა, რას ამბობ, საიდან მოიტანე? Yani Gara ana მერთო დედა გარა რაღამ საღამოს ავიდა. ne olurdu şunu. დედა ვისიც აქ იყოს. Sahiden o nereye gitti akşam? ხო მართლა, ასე გვიანსაც წავიდა. İstanbul'dan arkadaşım. სტამბოლიდან მეგობარი ჩამოუვიდა და მასთან შესახვედრად წავიდა. Hadi annem. Hadi. წავიდეთ საყვარელო ძილის დროა. Hadi. Gidelim biz. ჩაიც ვერ დავლიე. რამე თუ მოგინდებათ? Ne isterseniz söyle. დამიძახეთ, კარგი? Tamam. კარგი. Deva Gülcem. დევა გულჯემალის გვერდით უსაფრთხოდაა. საფერისგან ისე ვერ დაიცავ, როგორც გულჯემალი დაიცავს. მიეცი იმის უფლება, რომ ჩვენთან დარჩეს. კაცმა სახლკარი გადაგვიწვა, შენ კი ამბობ, დევა ჩვენთან დარჩესო. იმ კაცს როგორ ვენდო? ჩემი ქალიშვილი მასთან როგორ დავტოვო? შეუძლებელია გულჯემალი ამას არ იზამდა. მიზეზოდ არავის ამწარებს. მას გადაუწვია, იფექმა მითხრა. თქვენ სახლს მხოლოდ ზაფერი გადაწვავდა. ამ ბოროტებას მის გარდა სხვა ეშმაკი ვერავინ ჩაიდენდა. ჩემი სახლის გადაწვა ზაფერს რაში აწყობდა? ასე რატომ მოიქცეოდა? იმისთვის, რომ დევა გულჯემალთან დარჩენილიყო. თორემ გოგო სახლიდან გაქცეული იყო, უკან რატომ დააბრუნებდა. სიკვდილის პირამდე რატომ მიიყვანდა. რას ამბობ? დევა, ჩემი ქალიშვილი უნდა მოეკლა? ის ქალი გაგიჟდა? ჩემი ქალიშვილის მოკვლას რატომ ეცადა? არ იცოდი? ასე მის შესაშინებლად მოიქცა. შეაშინა და უზრუნველყო, რომ დევა გულჯემალის სახლში უკან დაბრუნებულიყო. თქვენი სახლიც ამიტომ გადაწვა, წასასვლელი რომ არსად ქონოდა. რაღაც გაუგებრობა, ამას არ იკადრებდა. Bu kadın beni bir kere öldü. იმ ქალმა ერთხელ უკვე მომკლა იბრაჰიმ. Gözünü bile kırpmadan ტბაში ისე ჩამაგდო, რომ თვალი არც კიდე უხამხამებია. o gölün dibinde. რომ არა ის მეთევზე ახლა ტბის ფსკერზე ვიქნებოდი. მე ასე მომექცა და ჩემს ქალიშვილს დაინდობს. ვერ ვიჯერებ. ის ქალი იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ის ნამდვილი ეშმაკია. O yüzden ამიტომ დევას მიეცი უფლება, რომ გულჯემალის გვერდით დარჩეს. benim gözümün ჩემ თვალწინ იყოს. დედამისის გვერდით. Bu iş Gülcemal'in yanında გულჯემალთან დარჩენით ამ საქმეს ვერაფერს უშველით. სჯობს გოგონებს ხელი მოვკიდო და აქედან სადმე შორს წავიდე. აქედან უნდა წავიდე. sen de თავს უნდა უშველოთ. şeyler bulursun. გაქცევით ვერაფერს უშველი. სადაც უნდა წახვიდე ზაფერი მაინც გიპოვის. შენგან იმას წაიღებს, რისი წაღებაც უნდა. როგორ მოვიქცე, ჩემი ქალიშვილები როგორ დავიცვა? საცხოვრებლად მასთან უნდა გადახვიდე. რას ამბობ, არავითარ შემთხვევაში. შენი მტერი შენ თვალწინ იქნება. მის სახლში მოხვდი და იქ მომხდარის შესახებ მე მითხარი. ზაფერს ბოლოს მხოლოდ ასე მოვუღებთ. yardım et İbrahim. გთხოვთ დამეხმარა იბრაჰიმ. Zaferle baş edebilecek. ზაფერს მხოლოდ გულჯემალი თუ დაამარცხებს. Bunca yıl ამდენი წლის შემდეგ იმედომ დაბრუნდა, რომ დედამისის შური იწიოს. დაეხმარე. შენს გულჯემალთან ერთად ამ ქალაქში შურის აძიებლად დაბრუნდი, არა? მითხარი, benden çaldığı her ყველაფერს ავართმევრაც მომპარა. გეფიცები.
ჩემგან მითვისებული ყოველი წუთის გამო პასუხს მოვთხოვ. მინდა რომ პასუხი გამცე იბრაჰიმ. დარჩები და საფერ შეებრძოლები თუ გაიქცევი. შენ ჯერ ჩემს შეკითხვას უპასუხე. ზაფერ ჰანიმს ასე ძალიან რატომ უნდა რომ დევა იმ სახლში ცხოვრობდეს? გახსოვს სულ მეკითხებოდი, გოგოს მამა ვინ არისო? მე მუსტაფა ფეხლივანის მეუღლე ვიყავი იბრაჰიმ. დევა ჩვენი ქალიშვილი იყო. მუსტაფა ფეხლივანის ქალიშვილი. გთხოვ დამშვიდდი. მაშინ ამას ვერ გეტყოდი, მაგრამ ახლა ვალდებული ვარ სიმართლე გითხრა. ზაფერ სურს რომ გულჯემალს მისი დაუძინებელი მტრის, მუსტაფა ფეხლივანის ქალიშვილი შეუყვარდეს. სურს გულჯემალმაც იგივე გადაიტანოს, რაც მან გადაიტანა. საღამოშვიდობისა ოსტატო იბრაჰიმ, კარგად ხარ? კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად, უკეთ ვარ. კეთილი იყო შენი მობრძანება. ნახველი ყოლიათ, მეც გაუფრთხილებლად მოვედი, მაგრამ არა უშავს. შორეული ნათესავია. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება ემრულა? ხომ ყველაფერი რიგზია? კი, რიგზია. ზაფერ ჰანიმთან ერთად მოვედი. მართლა? ისიც მოდის? არა, გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დავტოვე. გზაში წნევა მაუწია და წამალი დაალევინეს. ახლა ისვენებს. თქვენს ბინაზე გაგწერეს. გაწერის პროცედურები განვახორციელეთ. ხვალდილით მოვალ და წაგიყვანთ. დრო აღარ დავკარგოთ. მართლა? ხო, რა ვიცი. ესე იგი ზაფერ ჰანიმის სახლში უნდა წავიდე? ოსტატო, ქალბატონმა ასეთი მითითება მომცა. თქვენთვის ოთახიც კი მოამზადებინა. იმედია ზაფერ ჰანიმს არ აწყენინებთ. კარგი.